სოფელ ძირკოქში საჭადრაკო კლუბი გაიხსნება. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით მოსახლეობის თხოვნითა და კახეთის რეგიონული ფედერაციის ხელშეწყობით სოფლის ახალგაზრდულ ცენტრში ამიერიდან საჭადრაკო ჯგუფი იფუნქციონირებს. 20 მოსწავლეზე გათვლილი კლუბისთვის მაგიდები, სკამები, სათამაშო თუ სადემონსტრაციო დაფები და საათები კი პირადად საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გამოგზავნა. ეს სიახლე სპორტის ამ სახეობისადმი დაინტერესებას კიდევ უფრო გაზრდის. ბატონმა აკაკიმ გაითვალისწინა ყველა მდგომარეობა, რომ მე მოხსენებითი წერილი გავაკეთე, რომ გჭირდებოდა ჭადრაკები, საათები, მაგიდები 20 ბავშვზე ჯერჯერობით, იმიტომ რომ ახალი გახსნილი არის და რა თქმა უნდა მომავალში უფრო გაიზრდება ეს ნაკადი ბავშვებისა. 20 ბავშვზე გადმოგცა მაგიდები, სკამები, ჭადრაკები, ჭადრაკის საათები, სადემონსტრაციო დაფა. ანუ ყველაფერი გვაქვს ინვენტარი იმისათვის, რომ ჩვენ უკვე მუშაობა დავიწყოთ და გავგზავნოთ მომავალი თაობა ჭადრაკი.